მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ. ქართული ტელევის ეთერში ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩემი დღევანდელი გადაცემის ფრიად საპატივსაცემო სტუმარია ჩემი ძველი მეგობარი და კოლეგა, მათემატიკოსი, ცნობილი მათემატიკოსი, დოქტორი, პროფესორი ზურაბ ბაგდგობელაშვილი. მოგესალმებით ზურაბ. კეთილი იყოს ჩვენი პირველი შეხვედრა ქართული ტელევის ეთერში და მინდა გითხრათ რომ ბატონი ზურაბ ბაგდგობელაშვილის მოღვაწეობა ფრიად ნაყოფიერია და ძალიან საგულისხმოა დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ისეთი საგნები, როგორიც არის მათემატიკა, გეომეტრია, ფიზიკა საჭიროა რომ სათანადო დონეზე ისწავლებოდეს, რაც მომავალმა თაობამ მიიღოს ის ცოდნა, რომ იგი კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო სამეცნიერო თუ ჩვეულებრივ სამომხმარებლო წრეებთან. მე მინდა მათემატიკასთან დაკავშირებით თქვა, როგორც ჩემი ძველი ხელობიდან ჭყალებში გამომდინარე ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ჩემი პირველი დისერტაციაც ამ სფეროში იყო და მინდა გითხრათ რომ აი გამახსენდა ახლა ცნობილი გერმანელი მათემატიკოსის და მეცნიერის კარლ გაუსის ცნობილი გამონათქვამი, რომ მათემატიკა არის მეცნიერებათა დედოფალი, ხოლო რიცხვთა თეორია მათემატიკის დედოფალი. კარლ გაუსი იყო ცნობილი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომია და რა ვიცი, ფრიად განათლებული პიროვნება. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ აი ცნობილ გელათის აკადემიაში, სადაც 8 თებერვალს დავითობა დღეს მეცნიერთა კონგრესი იკრიბება და იხსნება ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესის ხდომა 8 თებერვალს 3 საათზე. აი ამ გელათის ტრადიციულ აკადემიაში, უძველეს აკადემიაში ღვთისმეტყველების გარდა, რომელიც უპირველესად ისწავლებოდა და მოძღვარი კითხულობდა, ასე ვთქვათ, ამ საგანს, ეს სტატუსი მე-16 საუკუნემდე შემორჩა ამ გელათის აკადემიას. ისწავლებოდა ისეთი საგნები, აი ჩამონათვალე რომ ნახოთ იმ ძველ უსტარებში ზურა არის პირველი გეომეტრია, მათემატიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია, აი ასეთი საგნები ისწავლებოდა გელათის აკადემიაში. ანუ ძველთაგანვე ჩვენი წინაპრები, ქართველთა წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ თურმე გეომეტრიის სწავლებას, მათემატიკის სწავლებას, ასტრონომიის სწავლებას და ზოგადად, დიახ, აი როგორც ბრძანა ბატონმა ზურამ, ტექნიკური საგნების სწავლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აი ამ ჩამონათვალში მე რომ ნახეს გელათის აკადემიაში, გელათის აკადემია და საერთოდ გელათი არის ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი საქართველოში. ჩემი მოძღვარი იყო წინამძღვარი მამა იოსებ ბუჯანაძე, მეთქმა ათელში ამყოფოს ამ დავით აღმაშენებლის დაარსებულ უდიდეს სულიერ და იდეოლოგიურ კერაში, მე ვიტყოდ ქრისტიანულ კერაში და აი აქ მოღვაწეობდა მამა იოსებ ბუჯანაძე, მეთქმა ათელში ამყოფოს სწორედ გელათის ეზოში იგი დაკრძალული. მინდა ასევე გავიხსენო, რომ გეომეტრია არის მეცნიერება მიწისმზომელობის შესახებ, ბერძნული სიტყვა. ხო, ისე მისი არეალი ისე არეალი და ის იმდენად მისი განმარტება იმდენად ფართოა, პირველად როგორც ჩანს მიწის მზომელობაში იყენებდნენ და მე არის სხვადასხვა სახეები გეომეტრიისა, ახლა ევკლიდე ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის დიდი მათემატიკოსი იყო, მისი წიგნის საწყისები ახლა ხელით საჩვენებელია თუ არ ვცდები და აი მაინც გავიხსენე ჩემი ძველი ხელობა, რო ითქვია სპეციალობა, მაგრამ დღეს გვყავს ფრიად საინტერესო პიროვნება გადაცემაში, იმიტომ რომ მართლაც აუცილებელია ესეთი ტექნიკური საგნების სწავლება საქართველოში, რომ აი მსოფლიოს თანამედროვე მეცნიერებას თვალი გაუსწოროთ.
როგორიც არის მათემატიკა, როგორიც არის გეომეტრია. ეხლა რატომ მოვიწვიე მე ზურაბ ამდგომელაშვილი? მარტო იმიტომ კი არა, რომ ჩემი ძველი კოლეგა და მეგობარი, არამედ 2020 წელში ძალიან ცნობილმა მსოფლიო გამომცემლობამ, რომელსაც ეწოდება ლამბერტ აკადემიაში, აი გამოსცა ზურაბ ამდგომელაშვილის წიგნი დიდ ბრიტანეთში. აი ამ გეომეტრიასთან დაკავშირებით, რომელსაც დიოფანტური გეომეტრიული ფიგურებით ეწოდება, რომლის არეალსაც იკვლევს სწორედ ბატონი ზურაბი. ეხლა ასეთი ცნობილი გამომცემლობა დიდ ბრიტანეთისა მსოფლიო დონის გამომცემლობა, რომელიც მხოლოდ მსოფლიო კორიფე მეცნიერთა და მკვლევართა წიგნებს გამოსცემს, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ბუნებრივია, რომ ესეთი კაცი უფრო დაფასებული უნდა იყოს ჩვენ სამშობლოში, მე უბრალოდ გაცნობ პიროვნებას, ღირსეულ კაცს და გამოჩენილ მეცნიერს. და აქ შემთხვევით არ არის, რომ უცხოელებმაც მიაქციეს მის კვლევებს, შრომებს ყურადღება და გამოსცეს ასეთი ძვირფასი წიგნი. გარდა ამისა, მე ხელთ მიფრია კიდევ ზურაბ ამდგომელაშვილის წიგნი, სწორედ აი დიოფანტური გეომეტრიული ფიგურები, შუალედური ვარიანტი, რომელიც შუალედური ვარიანტი, რომელიც ამოცანები მათი ამოხსნები და ასე შემდეგ, ამაზე ისაუბრებს ავტორი. მე უბრალოდ მინდა ჯერ აბა ტელემაყურებელს გავაცნო, ასევე აი ზურაბ ამდგომელაშვილის გამოცემა, რომელიც ასევე ფაქტობრივად მაგისტრალია. აი ეს არის ფაქტიურად ამ ინგლისურენოვანი წიგნის ქართული ვარიანტი, საწყისი ვარიანტი, დიოფანტური ბიდიოფანტური, ფსევდოდიოფანტური და ფსევდობიდიოფანტური ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები. აი ეს წიგნი, რომლის თაობაზეც დაინტერესდა. გადამუშავებული და შევსებული ვარიანტი. ეს უკვე გადამუშავებული და შევსებული ვარიანტი ამ წიგნისა, რომელსაც სათაურად აქვს დიოფანტური, ბიდიოფანტური, ფსევდოდიოფანტური და ფსევდობრტყელი გეომეტრიული ფიგურები. ეხლა მე ასევე არ შემიძლია, რადგანაც პირველადაა ჩემთან ეთერში ზურაბ ამდგომელაშვილი, მისი მოკლე ბიოგრაფია, როგორც წესი, არ გავაცნო ქართული ტელევიზიის ტელემაყურებლებს. ზურაბ ამდგომელაშვილმა დაამთავრა ჯერ მათემატიკური სკოლა, 42 სკოლა, მათემატიკური გაცილებული მათემატიკური განხრით, შემდეგ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 77 წელში და ეს ფაკულტეტი იყო სამჭედლო იმდროინდელი და შემდგომი პერიოდის მათემატიკური სამეცნიერო და მკვლევართა წრეებისა. იგი მუშაობდა სამთო-მექანიკის, შემდეგ დაამთავრა სამთო-მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, 2018 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, არის ტექნიკურ მეცნიერებათა მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ ზურაბ ამდგომელაშვილი 2008-2013 წლებში იყო საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი. ამბავი ასოცირებული პროფესორი. ხო, ასოცირებული პროფესორი იყო, არის უпростоრად პითაგორას საზოგადოების პრეზიდენტი. დედაქალაქის ნიჭიერ მოსწავლეთა ყოველწლიური ღია ტურნირის პითაგორის დაარსება და ხელმძღვანელი. 2001 წლიდან არის თბილისის დახელოვნების და მეთოდუზრუნველყოფის ინსტიტუტის მათემატიკური სწავლების ლაბორატორიის გამგე და მრავალი ისეთი რეგალია აქვს, ესე იგი არის 1995-2011 წლებში დააფუძნა საქართველოს მრავალპროფილიანი არასახელმწიფო საერო სკოლა ლიცეუმი, რომლის დამფუძნებელი დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი გახდათ ზურაბ ამდგომელაშვილი. ზურაბ ამდგომელაშვილის ახლა გამოქვეყნებული ნაშრომები რო ჩამოთვალო, 50-ზე მეტი ნაშრომია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე რუსულ, ისე ინგლისურ, ფრანგულ და სხვადასხვა მსოფლიოს ენებზე. ასევე ხაზგასმით მინდა მის მიღწევებზე ვილაპარაკო, იმ მომავალი თაობის
პირველთვნელი აღმზრდელია და ძალიან ღვაწლმოსილი პედაგოგია ამ კუთხით. ძვირფასი პროფესორი. მაგალითად 2009 წელს ნახეთ 2005 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე ალმა-ატაში მისი წარდგენილი მოსწავლე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 2006 წელს ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე ალმა-ატაში მისი მოსწავლე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. მისი აღზრდილი 2008 წელს უკრაინაში მისი ორი მოსწავლე ორი თემით მათემატიკის სფეროს ეხება ბუნებრივია დაჯილდოვდა ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით. 2009 წელს პოლონეთში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე 4 მოსწავლე დაჯილდოვდა 4 ვერცხლის მედალი მიიღეს ზურაბ ღომელაშვილის აღზრდილმა მოსწავლეებმა სწორედ მათემატიკის დარგში. ეს პატარა შესავალი გავაკეთე, იმიტომ რომ ეხლა რომ მთელი რეგალიები და მისი გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები წავიკითხო და მისი გამოცემული წიგნები ხაზგასმით მინდა ვთქვა არა თანაავტორობით და რაღაცა რომ მიაღობე 17 ავტორი და 17 რაღაცა სტატიაზე თუ წიგნზე არამედ მისი ავტორობით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი აქვე ვაჩვენე, იმიტომ რომ ეხლა ეს რო დავიწყო, ალბათ ნახევარი საათი არ გვეყოფა და ჯობია ჩვენ წიგნია ერთი. ჯობია ჩვენ ვისაუბროთ აი ამ წიგნების შესახებ, ამ პრობლემატიკის შესახებ, რომელიც განათლების სფეროშია, განათლების სახელმწიფო პოლიტიკის სფეროშია, მათემატიკის კუთხით, ეხლა ჩვენ ბოტანიკას და იმას არ ვიხილავთ, გეოგრაფიას და აი ამ კუთხით ვისაუბროთ, ეს იქნება კაცილებით საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის და აქტუალური იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რამე თუ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ტექნიკური საგნების უმაღლეს დონეზე სწავლება აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. არა მარტო იმ კუთხით სწავლება და აღზრდა მომავალი თაობისა, რომ მხოლოდ მოსამსახურე პერსონალი იყოს დაკავებული სასტუმროებში თუ რესტორნებში თუ იმაში ბენზინგასამორთ სადგურებზე, არამედ აი ბავშვებს, სწორედ ჩვენ ქართველ ბავშვებს უდიდესი მეცნიერული ნიჭი აქვს, უდიდესი მკვლევარის ნიჭი აქვს. მე იმიტომ წავიკითხე ეს ოქროს მედლები და ვერცხლის მედლები და ისინი პოლონეთი იქნებოდა, უკრაინა იქნებოდა თუ ალმა-ატა იქნებოდა, რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიმარჯვეს და მათ მიიღეს ეს ოქროს მედლები და მოსაფრთხილებლები არიან და ეს მომავალი თაობას ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი, რომ გაიზარდონ სწორედ მკვლევარები და არა თქვა ჩეშის მჭრელები და ოფიციანტები და ბენზინგასამართ სადგურებში. ისინი საჭიროა ბატონო. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ლაპარაკია იმ თაობაზე, იმ ახალგაზრდებზე, რომელსაც ესეთი ნიჭი აქვს და ტყუილა იქ თქვა პოლონეთში იქნება თუ ალმა-ატაში ოქროს მედალს და ვერცხლის მედალს არ არჩევს. სასაიბნოდ ამიტომეთეს როცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. იქ მარტო ერთი ქვეყანა არ არის. 51 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის აბსოლუტურად დიდი რუსეთის თქვენ წარმოიდგინეთ და უკრაინა და იმათ რომ ოქროს საერთო არ არის პატარა. ეხლა მე დავდუმდები და სიტყვის ალავეც გადავალ ზურაბ ღომელაშვილთან. მე წინა შესავალი ვიტო გავაკეთე რომ ჩემი ძვირფასი ტელემაყურებელი ჩამეყენებინა საქმის კურსში, რადგანაც ისეთი სფეროა ეს ცოტა დელიკატური სფერო, ჩვენთვის კი გასაგებია ძველი კოლეგებისთვის, მაგრამ მე მინდა პირველი შეკითხვა ასეთი დაუსვა ზურაბ ღომელაშვილს. რა მიგიყვანა ზურა აი ამ წიგნამდე, პირველ წიგნამდე, რომელსაც აი დიოფანტური გეომეტრიული ფიგურები ქვია, ესეთი ყველასთვის არანაცნობი და უცნაური სახელი. ბატონო ვაჟა, ერთადერთი რაც არის ფაქტიურად ყველებს რა თქმა უნდა გარკვეული საფუძველი გააჩნია და ეს სათავეს იღებს სიხმაწვილიდან. ნუ მე ფაქტიურად ეს გეომეტრიას მშრალად არასოდეს არ უყურებდი, არც სკოლის პერიოდში და ვეძებდი ყოველთვის საიცეთ რაღაცა თემას. რომელიც ფაქტურად ესე იგი იქნებოდა ჩემთვის დამაინტრიგებელი რაღაც მაქსიმუმი, რომელსაც აი გავიხდიდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ესე იგი ფაქტურად გზამკვლევად და აი თემაში მინდოდა რომ ჩამიქცია მთელი ჩემი ძალი და ენერგია და ნიჭი. და მე მე-9 კლასში ჩვენ დროს 10 წლები იყო მოგეხსენებათ და მე 10 კლასში მე ხელი ჩამივარდა
ვაცლავ სიენბიჩკის ცნობილი პოლონელი მათემატიკოსი გახლავთ და მისი მონოგრაფია ისეთი ძალიან მარტივი ენით ბავშვების გასაგებინაზე მას ქვია პითაგორასიული სამკუთხედი. და რომ წავიკითხე ახლა ის წარმოვიდგინე რომ მეგონა რომ იქ რაღაცა ძალიან ვრცელი ის იქნებოდა კვლევები რაღაც მაგის მაგვარი. ნახე იქ რომ რამდენად მწირია თვითონ აი ამ სამკუთხედთან დაკავშირებითაც კი ფაქტობრივად ის მიკვლევები და ის რაც რომ კაცობრიობას გაუკეთებია. და მithom მარტივი ერთი შეხედვით. ამ დროს პითაგორასეული სამკუთხედი არის უმარტივესი თითქოს საკითხი რაღაც მაგის მაგვარი და ყველა სახელმწიფოში ისწავლება როგორც ასეთი ის. ხონდა მე თავში მოვიდა აზრად რომ მოდი მეთქი მე აგერ ცოტა განვავრცობ ამ იმას ხო და იმას ვიზავ მეთქი რა ცოტა იქით წავწევ. თავში რამოდენიმე ამოცანა რაღაც მაგის მაგვარი ჩემთვის ვნახე რომ ფაქტიურად საკმაოდ დიდი დრო დაიკავა. მივყევი და მე საბოლოო ჯამში უკვე მივაგენი ქვაკუთხედს რომლითაც შეიძლება და არა მარტო მათემატიკური იმის პითაგორასეული სამკუთხედის კვლევა არამედ მიზნად დავისახე მე რომ თვითონ აი როგორც ასეთი ეგეთი განხრა ჩამოყალიბებული იყო აი ამ მიმართულებით მაშინ არც მიფიქრია მე რომ ერთულ დისკრეტული მათემატიკის და ასეთი კომბინატორული გეომეტრიის ეგეთი სერიოზული განხრას თუ მოვკიდე ხელი მე წარმოდიაც არ ამქო და პირველი ორი რაღაცა საკითხი რომ გადავჭირდა რაღაც ლამაზი ამოცანები გავაგზავნე ის თავად მოგეხსენებათ ცენტრალურ ჟურნალში იქიდან პასუხი არ მომივიდა არ გასულა ერთ წელი და ვიღაცა რუსი პროფესორის წინში ვხედავ ჩემ გაგზავნილი იმის მერე ავდექი და საერთოდ მივხვდი რომ სისულელე იქნებოდა რომ ამიტომ ჩავიკეტე და ძალიან კაი საქმე გამაკეთებინა ამ ხრივ უფალმა რომ ჩავიკეტე და ჩემ თავს ჩავუდგრო მეთქი მანამდე ამ საქმეს ბორონდის არ მივიღან მანამდე ხელს არ მოგვი ისე ერთ ფსკასაც არ გამოვაქვნი ვერთობოდი ფაქტობრივად ამ ჩემი ამ სფეროთი დღისით მივიდო თუ ღამე რაღაც მაგის მოგრე დამიგროდა უამრავი ამოცანა მე მივხვდი რომ ამ ყველაფრის ისე იგი საჭირო იყო რაღაცა ერთ სისტემაში მოყვანა ამის ამ ხრივ ისე იგი მაინტერესებდა უკვე დავინტერესდი ამ აბსოლუტურად რომ ითქვა რუსულად ისე იგი მის ამ მიმოხილვით ჩავეძი აქეთ იქით უყურე რომ ნახე რომ ესე იგი აბსოლუტურად მწირია ამ თეორიასთან საკითხები მაგრამ ესაც კაი საქმეა როცა წააწყდები ეგეთ წინააღმდეგობებს და რაღაც მაგის მაგვარს და ეს ყველაფერი მე დავალაგე როგორც ასეთი ეს ცალკე მიმოხილვა ცალკე ისინი რაღაც მაგის მაგვარი და მე უკვე ახლა ნუ ხანში შედის ადამიანი ოდესღაც ხონა გამოაქვნა რაღაცა და დადგა მაგისთან მომენტის და მაშინ უკვე გახდით დედაქალაქის მათემატიკის სწავლების და მეთოდიკის ლაბორატორიის გამგე და იქ მოხდა ეგეთი რამ რომ ესე იგი ფაქტურად დედაქალაქის რა ქვია ოლიმპიადებს საკითხებს გვაძლევს ხოლმე რესპუბლიკური ოლიმპიადის ის და ორი საკითხის შექმნა პოლიციაში შეგვიძლია ხოლმე ჩვენ ისე პერიოდი ავდექი და ეს ორი საკითხი ამბობენ იქიდან და ერთ-ერთი უმარტივესი ამოცანა ამ შეებიდან ჩავს ხო და იმ წელს საქართველოს ჩამოიტანა ოქროს მედალი საერთაშორისოდან მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ ეს ამოცანა ფაქტიურად ამბოხსნელი დარჩა ისინიც მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების წევრები ხო და მომადგნენ დიდი საყვედურით რომ ეს რა არის რა და მე დაბასთან გარჩევა რომ დავიწყე რომ მოტრიალდი 5 წუთი არ გასულა და მოიხიდე კაცული აღარ ერდა მივხვდნენ რომ რამდენად სიცხული ჯახეს იმაზე რომ იმას ვერ მივხვდნენ ესე იგი იმდენად ეს უცხო თემა იყო და იმდენად ესე იგი არა ტრაპარეტული და რაღაც მაგის მაგური აი მაშინ უკვე დავფიქრდი რომ ეს ცოტა აქ საქმე სულ სხვა რამეში არა ტრადიციული და მე დავდექი და ეს პატარა როშურასები გამოვეცი ფაქტიურად ეს პითაგორას საზოგადოების მაშინ უკვე პრეზიდენტი ვიყავი და დავაარსებდი პითაგორას თასი აი ეს წიგნია ფაქტიურად პითაგორას თასის 2001-2004 წლებში მიცემული ყველა ამოცანა თავისი ამოხსნებით დეტალური ამოხსნებით ეს სამწუხაროდ ეს წიგნი უკვე დამთავრებულია ეს უკანასკნელი ეგრეთ ჩუქნით თქვენ ბატონო ვაჟამარდა ამის გავცობაც არის და უბრალოდ მე აი წყის ისო უბრალოდ აი სპონსორი ვერ ვიპოვე რომ ეს ყველაფერი მასალები მზად მაქვს აბსოლუტურად აკინდული ესეთი გამოუშვა არ ვიდა მე აქ რაღაცა სასწაული თანხები და იმის მიღება თუ კიდე სულ შინაარება ერთი
მაგრამ ლოგმაკურსაც მე უნდა მიკარგავ, მე გამიკეთებია ყველაფერი, აკრეფაც, დაკაბოდონება ყველაფერი და გამოუშვი შედალუცვა და საოცარი წიგნი წარმოიდგინეთ კიდე ერთხელ ვამბობ. ამ დონის მათემატიკა 1000-მდე ბატონო ვაჟა სოფლიოში ყველაზე ცნობილი რაც კი ამოცანები არსებობს საერთოდ აი ეს ოქროს ფონდიდან ოქროს ფონდიდან და აქტიურად დამატებულია ის 100 ამოცანა ჩემი საკუთარი გამიგეთ აი რომელსაც მე რომ გიხსენეთ რომ ესე აუგად მოიხსნე ფაქტიურად ჭყალებში რა თქმა უნდა ეგეთი რა შემდეგ ბატონო ვაჟა მოხდა ეგეთი რამ რომ უკვე მოდის 2000 წელი 2010 წელი და აი უკვე გამოდის ეს წიგნი გამოდის მე უკვე მაინც დაფიქრე რომ ასე თუ ისე მომეყარა თავი ძირითადად ნაწილისთვის მაინც გავაკეთე ესაც კი ბატონო აგერ ეს ყველაფერი და გამოვეცი წიგნად ეს მთელი 10 წელიწადი ყველა ცნობილი მათემატიკოს ფაქტობრივად ვისაც ვიტყოდი ყველას დაურიგე მაგრამ აი ყველა არც ეს არ ჩავხედავში როცა უკვე ეს ინგლისურად რო გამოსცეს აი მაშინ თქვენს თუ ეს მნიშვნელოვანია კიდე ერთხელ მინდა ჩვენს ქართული ტელევის ტელემაყურებელს ვარჩენო დიდ ბრიტანეთში ძალიან ცნობილი გამომცემლობის მიერ გამოცემული ზურაბ აღდგომელაშვილის წიგნის სწორედ თეოფანტური გეომეტრიული ფიგურები გამომცემლობა ლამბერტი ლამბერტ აკადემიკ პუბლიშინგი რომლის მიერაც არის ეს წიგნი გამოცემული ხო და ნუ ეხლა ერთადერთი რაც არის გულიაზე მწყდება მეწდება ერთ რამეზე ხო ეხლა რა თქმა უნდა ეს საბოლოო წიგნი ესაც არის ეს უკვე გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია აი წიგნებისა ხო და რა თქმა უნდა ამ დიდი გაგრძელება და მე ერთ სამი ჩვენ ვიპარება რომ დისკრეტული მათემატიკის მაგალითად ამ განხრაში ამ კომბინატური გეომეტრიის ამ განხრაში ეს თავის ლიდერულ პოზიციას დაიკავებს მაგრამ აი რაც მეტი ნიჭიერი ახალგაზრდობა ჩაერთობა ფაქტიურად აი პრობლემატური ამოცანების კეთებაში ესე იგი მით უფრო მალე დაიმკვიდრებს ეს თავის ლიდერულ პოზიციას აი ამ განხრის კუთხით გამიგეთ და ელემენტარულია ფაქტიურად ახლა როგორ უნდა მოიზიდო მაგალითად ნიჭიერი ხალხი უნდა არსებობდეს თემები ისეთი რომელიც ნაკლებად არის შესწავლილი დამაინტრიგებელი ამ დროს ხიდი უნდა იყოს ეს თემა ელემენტარულ და ძალიან სერიოზულ მათემატიკის სფეროებს შორის გამიგეთ იმიტომ რომ ეხლა აი დღესდღეობით როგორ არის ეხლა იცით რომ ფაქტიურად ისეთი გართულებული ენით წერენ საერთოდ ყველაფერს სამწუხაროდ რომ აი გადაშლის ბავშვი ამას როგორც ანიჭიერი იყო და ესე იგი აი რაც შეიძლება უნდა გავუმარტივო იმას რომ აი რატო არიან მაგალითად ეს წამყვანი სკოლები რო არის სოფლიოსი გამარტივებული დაწერენ ისი აი მაგალითად აი სახელი არ ვიცი რიდია ეგეთი მათემატიკოსი ალგებრაის გეომეტრია დიავსეხ აი ეს ურთულესი ესე იგი ეს მათემატიკური დისციპლინა ესე იგი კაც იმდენ კარგად ესმის რომ აი ესე დახვეჭილი ლუკმასოვი დათვლის ესე იგი აი უბრალოდ და აინშტაინმაც თავისი თეორია უმარტივესენით გადმოსცა მისი ძღოლი ფლობდა უკვე ბაზე უკეთებდა ეგეთი ხო ეგეთი ვარიანტი ეხლა გარდა მაგისა მან როგორ სიტუაცია ეხლა ისე აი აიღეთ ბატონი ნიკო მუსხელიშვილი აიღეთ მაგის სინგულარული ინტეგრალური განტოლებები როგორი აი ისეთი მარტივი ინტერ დაწერილი აი რო უბრალოდ არ ზგინდოდეს ესე იგი თვალი გაგეცევა მისკენ და უკვე მოინდომებ რომ იმის წინა რაღაცა მასალებსაც ჩაწვდეს საბოლოო ჯამში და აი მის სერიოზულ ამ ეგეთი მე დაეუფლო რაღაც მაგის ბუმბერას მეცნიერი იყო არა რა თქმა უნდა ბუმბერას მეცნიერი იყო აი სწორედ ამ სიმარტივეშია იყო ეს მისი ბუმბერაზობა კი ხო და აი მე უბრალოდ რა არის ახლა იცით რომ აი გული მწყდება ერთ რამეზე რომ აი ფაქტიურად რომ ნაკლებად ექცევა ყურადღება მაგალითად მაშინ მე ახლა ერთი კითხვა მებადე აი რა სიტყოდით დღევანდელი სასკოლო მათემატიკის წიგნებზე კი ბატონო მარტივად არის იქ მასალა გადმოცემული ბავშვი აღიქვავს მას სრულყოფილად თუ რაიმე პრობლემატიკა ან რამე შენიშვნები თუ გაგაჩნიათ კი ბატონო კუთხით აი ძალიან ისეთი დროული კითხვა იყო და გასაგებია თქვენმა საუბარმა მოიტანა კი ბატონო კი მე გისმენ ბატონო ვაჟა აი საერთოდ მე ახლა ფაქტიურად სკოლა რო გავხსენი სკოლა ლიცეო აი მაშინ მომიწია მე ჩავთვლიყავი ამ ფერხულში ფაქტიურად ესე იგი მაგრამ სასწავლო საგანმანათლებლო ფერხულში 1997 წელს ფაქტიურად ეს მასწავლებელი დახელმის ინსტიტუტი და მეთოდოლოგიური უსმენობის ინსტიტუტი რომ დაარსდა მაგრამ მიმიღეს გავიმარჯვე როგორც ესე იგი მათემატიკის მეთოდისტმა იმიტომ რომ ახლა ის იყვნენ ფაქტიურად ის შემზე ადრე ვინც მან მოღვაწეობდნენ ისე და ის ხელმძღვანელიც იყო ყველაფერი ნუ ფაქტიურად 2001 წლიდან კი უკვე მომიწია მე ფაქტიურად
მაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ხო და მე ახლა ბევრ რამეში აი მე რამხელა პასუხისმგებლობა რო გაგაჩინე ადამიანს რახან მაქსპეროში ხარ უნდა ჩაუჯდე ფუნდამენტურად უბრალოდ და აგერ ჩაუჯექი მართლაც და პერიპეტიებით აი ყველა კუთხე კუნძულში რაღაც მაგის მაგვარი ეხლა ჩვენ დროს აკაი რაღაცა იყო იცით რომ ქონდა უფლება მაგალითად დირექტორები დაგვიძახებდნენ რომ მოგზადით მაგალითად ჩემთა სკოლაში როგორ არის მათემატიკის სწავლება მივიდოდით იქა დავესწრებოდით გაკვეთილს კი ბატონო დამთავრდებოდა გაკვეთილი დირექტორს ვეუბნებოდით საუკეთესო მასწავლებლები ხარს მე ხო ჩანიშული ქონა იქ იმ მასწავლებლებს გავიყვანდით საკეთა 9 ხარს გავაძრობთ აი შეგეშალა იგი დირექტორი მაყოფილი იყო მასწავლებელი მაყოფილი იყო და ბავშვი არ არარდებოდა მოვიდა მე ისეთი დრო მანდ თოროსები კარტოზია სამწუხაროდ მაგრამ ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა მაშინ აგვიგზავნა ეს რომ ფაქტურად ესე იგი იქ რომ დაიწყო უკვე განათლების სისტემის მან დასწრებაზე კი არ იყო საუბარი მაგალითად ძალიან ბევრ სკოლაში არ დავსწრები ვარ ეხლა მე მაგალითად მქონდა ჩემი მიდგომა აი რომ მივიდოდი სკოლაში უბრალოდ თუ როცა მთხოვდნენ მოვითხოდი ოროსნის სამოსნის კარგოსნის და ფრიადოსნის საშინაო დავალების რვეულს და საკონტროლო წერის რვეულს იქ პირდაპირ ჩა საშინაო დავალების რვეულში რა კეთდება დაფასთან გამიგეთ რაღაც მაგის მაგვარია საკონტროლო წერი ანუ აპრიორული ინფორმაციას იღებდი რა თქმა უნდა უკეთ მე უკვე ცალკე შემეძლო კონსულტაციები გამეწია იმ პედაგოგისთვისაც და ამას დირექტორთან არასოდეს ისე დირექტორის სკოლის ვეუბნებოდი საუკეთესო მასწავლებელი ხავს მასწავლებელი ზუხარობდა ჩვენ დანახვა ესე იგი ელემენტარულად რომ იმიტომ რომ არ კეთდებოდა საქმე კეთდებოდა გავიგეთ და იმ აკრძალვის მერე ფაქტიურად იმ ნოდიასი არ იყოს იქ ფრანგული რო ასწავლა ეწოდებათ ის ჩუბჩებს ეხლა რა კეთდება ერთხელ აი მე ხლა სკოლაზე მას ვერ არ დავადებ ხელს მაგრამ მეზობლის ბავშვმა ხო რომ რაღაცა ვერ გავიგეო და იმისთან უხეში შეცდომა იყო დაშვებული იქ აი მაგას სახელმძღვანელოში არა თვითონ მასწავლებლის იმაში რომ ესე იგი აი არ შეიძლება ეგეთ რამე არ შეიძლება ამიტომ აი მე მაგალითად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერთ რამისა რომ მასწავლებლებს თავი დაანებონ სხვა სფეროში ერთადერთი მას უნდა მოსთხოვონ საგნის ცოდნა გამიგეთ თორე დღეს ეს მოთხოვნები აქვს დღეს მაგალითად ეხლა შეიძლება უფლება აქვს მასწავლებლებს რომ ქვას ვესვიან თავი ააცილოს და ცოტა ხანში რაღაც მაგის უფლებასაც აუწევს არ შეიძლება ყველაფერში ბავშვი გავამართლოთ გამიგეთ ეხლა ელემენტარული რაღაცა ეს იმიტომ რომ ჩვენი დღეს ეხლა ფაქტიურად მასწავლებლებს ყველაფრის უფლება ჩამოართვეს ну აი ეგრე არ შეიძლება ეხლა პოლიტიკაში არა ეს პოლიტიკა არ არის ეს სამხარო რეალობაა ეს არის განათლების სისტემის მდგომარეობა მან რაღაცას უნდა მიეხედოს მაგ საქმეს მე არ ვიცი როგორ ეხლა არიან სპეციალისტები და ამას თვითონ გააკეთებ კი ბატონო ხო მე რა ვიდოდა მეთქვა აგეთ აი სახელმძღვანელოებზე რა სიტყვით კი ბატონო ეხლა კი და რა გასაგებია შენიშვნად აქვს ბატონო ვაჟი საერთოდ თუ რა იცით აი მოდით ეხლა დამწყოთ საიდან სახელმძღვანელო დაიწეროს ჯერ უნდა ესე იგი არსებობს იმის სტანდარტი ესე იგი მე სტანდარტსაც მომცემენ მე იმის გადახვევის უფლება არ გამაჩნია და იმას მე ერთ წამს ძალიან რომ მიდოდეს მაინც ვერ გადავუხარ იმიტომ რომ ეგრევე დაბლოკდა ეს სტანდარტი ვინ დაგვიწერეთ წესად და ეხლა მეგრის პროცესს რო შევუერთდით 2005 წელს ეს 2005 წლიდან მოდის ეგ სტანდარტი გამიგეთ აი იმიტომ რომ ეს არის კოლონიური ქვეყნებისთვის განსაზღვრული და ჩვენ ეს სტანდარტი გვაქვს კოლონიური არა ეგ ვიცი ხა მე უბრალოდ კი ბატონო პოლიტიკასთან არა პოლიტიკა არ არის უბრალოდ აფიქსირებ მე რა კი ბატონო ბატონო ვაჟი მანდ ეხლა რა მოხდა იცით რომ ელემენტარული როცა მაგ იმას იღებდნენ მე თელი ის ნუსხა მომეწონა რაც ფაქტიურად იქ მიიღეს მაგრამ მე რო გადავხედე საათობრივ დატვირთვებს იქ მივხვდი რომ ეხლა როგორ შეიძლება მაგალითად 200 მილiliტრიან ჭიქაში ჩატიო მაგალითად 9 ლიტრი წყალი ეხლა ზღაპარია რაო და მე უბრალოდ მათ თელი ისა მოაკბეთი აი განკვირთვა რაღაცები მქონდა მაგაზე თელი 200 გვერდიანი მითები მქონდა მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული მე ეს მითითებები რასთან იყო და ეს შენიშვნები ეს აი საათობრივ განაცემ სტანდარტს და მაგ შესაბამისობაში რაღაცა შოვნა იყოს ეს ხარ შეიძლება მე ძალიან კი მინდა მაგალითად რომ ყველაფერი მქონდეს მაგალითად აი სახლი მქონდეთ თქვენ აი ამ ხელა ხო კარგი მაშინ ესეთ კითხვას დაგისვა ამ სტანდარტს სურა ვინ ადგენს აი ამ სტანდარტი თქვა აი სტანდარტს მე ხლა გასაგები გავრცელების დირექტორობა აი განათლების სამინისტრო დაავალა მის წიგნი მავანს და მავანს გამიგეთ ვიღაცები რამ შეიძლება მე გვარებს არა გვარები არ გვაინტერესებს კი ბატონო ჩვენც ახლა როგორც ასეთი ახლა მე თვითონ ხელმძღვანელი ვიყავი მაშინ მათემატიკის სწავლიდან ლაბორატორიის მეთოდის გამგები მეთოდიკის ლაბორატორიის გამგები და მე იძულებით
მოუწია, თორე შეიძლება არ უნდა ჩემი იმიტომ რომ იცოდნენ რომ ხო, იცოდნენ რომ კრიტიკულად იყავი. იცოდნენ რომ კრიტიკულად იყავი განწყობილი, იმიტომ რომ რაც რაღაცა ეგეც დიდ საქმეს აკეთებ, იქ არ შეიძლება ესეთი რაღაცა ლაფსუსები. ნახევარი ძალით მიდგომა. ჩახაბრავი მთელი 2 წელი კვლევა უნდა გქონდეს ამისა იქ უნდა იყოს ჩართული მთელი ფსიქოლოგიური ასპექტები ეს იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვი მაგალითად აი სახში დავალებას უაძლევ. ეხლა ხო მე სულ დამოვიწყდა მეც მოვიაზრებოდი სხვათა შორის ავტორებს შორის ერთი პერიოდი და ერთი კარგი მათემატიკოსია ძალიან დიდებული რაც გარდაცვლილი დიდი რუსი მათემატიკოსი იყო გეომეტრი. კარგად ვიცნობდა და რო გითხრი მე კი აი ესეთ რაღაცა და რა მითხრა იცი რომ Зураб говорит, ты пишешь для хорошников и для отличников. Ну, учебник должен быть написан для двоечников. Шер варгамогивов, да, и магис вермабила, травидаваны бимдоро. Артац масионекус, сахандрон дацелунекус, оросნებისთვის, აი, მე დღეს გავკვეთილო, კარგი ოროსანი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენთან სამწუხაროდ ნოლიანი არის წელი. ნოლიანი ვისაც ეკუთვნის იმასაც 200-ს უწერენ, ეგრე არ შეიძლება. ხო და აი ეს ფაქტიურად ესე კი აი ოროსანი რომელიც გაკვეთილს გააცდენს, უნდა შეედოს რომ წაიკითხოს ის და საშინაო დავალებას მეტნაკლებად მოერიოს თავის ორიანის დონეზე მაინც გამიგეთ ეგეთი რაღაც. აი სახელმწიფო ეგ არის. მაგრამ დღევანდელი სახელმწიფოს მე არ შევეხებ, იმიტომ რომ სტანდარტი როცა არის ესეთი უსუსური, გამიგეთ? მაშინ მე ხელმძღვანელს ავტორებს რა უნდა მოთხოვ, იმას მე ვერაფერს ვერ მოთხოვ. გამიგეთ? მათ რა შეიძლება და მაქსიმალურად შეძლეს, რომ აი ამ იმაში სტანდარტში ჩატეულიყვნენ, გამიგეთ და მაგრამ ეს გამოვიდა რა, იცი უბრალოდ რა ფაქტურად თვითონაც იციან რომ ესი ანუ გამოვიდა ის რომ ბავშვი ვერ სწავლობს მათემატიკას, ვერ იგებს იმ წიგნებიდან რა წერია. არა, ვერ გაიგებს. ასათვისებლად არის ურთულესი. ელემენტარული რაღაცა ნახეთ, აი მაგალითად, ეხლა მე არ დავასახელებ საკითხს, ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც 1 საათი აქვს დათმობილი, ამ დროს სულ ცოტა იმას 3 საათი მაინც ჭირდება. ეხლა ეს საშინაო დავალების სპექტრია რა. იქ არის ნახეთ ეხლა უყურეთ არის ეგეთი ისა, რომ არის საკვანტო ამოცანები, ფაქტობრივად რომელსაც მასწავლებელი დაფართან არჩევს. ის საკვანტო ამოცანებიც უნდა იყოს, მისტიკური მაგალითები რაღაც მაგის მოგვარი. მაგრამ აქ სამი საკვანტოთი ვერ შემოიფარგლები ამ თემაში იქ მთელი 7-8 არის ეგეთი და რომელერთი და ეს იქ ფაქტობრივად როგორ არის? იმ 1 საათიანში რომ ჩაედიო იცას დავალება უნდა მისცე ისეთი, რომელიც შენ არ აგიხსნია ფაქტობრივად და ეს გამოტოვა ბავშვი ეს ისტორია რო იყოს, კი ბატონო მე შეუწყოს არ ვახსენე ისტორიის ისტორიაში ბევრი ლაფსუსი. არა ეს კი მაგრამ ეს წინა შემდეგზე მაგალითად ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ მათემატიკაში ესაგური თუ არ დადეს მეორე ზემოდახ ვერ დადეს, საერთოდ არ დაიდება და აქ გამომდინარე. მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ უბედურება იმაშია რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, გამიგეთ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს. ზურაბ მოდი დაუბრუნდეთ ისევ. კი, სტანდარტებს ვინ გვიწესებს ჩვენ თავს ჩვენ უწესებთ ქართველები თუ ვინმე გვყარნახობს რომ აი მე ვიცი მაგალითად მე ვიცი მაგალითად რომ ეს წიგნი თქვენი წიგნი დეოფენდორ გეომეტრიული ფიგურები არის A5 ფორმატის წიგნი. და ამ წიგნში აი ჩატეულია თქვათ რაღაცა 304 გვერდი, ხო? კი ბატონო. გარკვეული ფორმა და ოდენობა, 20 ფორმამდეა წიგნი. ეხლა ეს წიგნი A4 ფორმატის ის არის, A4 ფორმატისა და ეს არ არის A5 ფორმატის, ხო? არა, ეს A4. ხო, ეს A4-ია, ეს A5-ია, განსხვავებული. ეგრეა, ნუ დაახლოებით სტანდარტები არსებობს, ხო, წიგნისა, მაგრამ გეომეტრიული მათემატიკის და ეს დაწესებულია ეს საგამომცემლო სტანდარტები. ხოდი მაშინ შეავსრა რა, რომ მაყურებელი მიხვდეს მაყურებელი. ეს არის A4 ფორმატი, ეს არის A5 ფორმატი. ეს არის რომ მიხვდა გამომცემლებაში რომ გინდა გამოსცე წიგნი, კი ბატონო, გეუბნება A5 ფორმატი გინდა, A4 ფორმატი, რა ფერის ყდა უნდა კონდეს რა. ანუ სტანდარტებს შენეუბნები. კი ბატონო. აი ჩემი წიგნი გამოვა ვთქვათ 320 გვერდი, ანუ 16 ფორმიანი წიგნი იქნება, ფერადი ყდამი და მაგარი ყდა გინდა თუ ბილი გინდა თუ ასეთი თუ ისეთი, ოფსეტის ქაღალდზე გინდა თუ ასე შემდეგ, წარცის. ანუ სტანდარტს მე ვეუბნები გამომცემლობას, ასეთი, ანუ ჩემი შესაძლებლობიდან, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. ეხლა რატომ? აი ამ სტანდარტს მათემატიკის წიგნებში, გეომეტრიის წიგნებში, ქართულ სკოლებში, რომლებიც ისწავლება. ვინ აწესებს საქართველოში? თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი არის სტანდარტის ბრალი, რომ
ამ სტანდარტში შეუძლებელია ჩადეო ის მათემატიკური ცოდნა, რომ ბავშვმა თუნდაც ოროსანმა ბავშვმა თავისუფლად. მე ახლა მაგალითად ერთი რაღაცა შემიძლია თქვა, რომ მაშინ ალბათ უფრო მეტად ბატონობდა სოროსი, გამიგდა სოროსი აფინანსებდა ეთქობა შეიძლება სოროსი. გასაგებია, ესე იგი გარკვეული კიდე რაც იყო მოთხოვნილი ალბათ იმას აკეთებს. ესე იგი გარკვეული უცხოური ჩარევას ქონდა ადგილი ჩვენ განათლების სისტემაში. მე არ ვამბობ სოროსი იყო, USAID იყო, ალბათ მარსელანი იყო მოფრენილი საიდან მოიტანეს ეს ახალ მათ ძალიან მარტივი ის ელემენტარული იმიტომ რახან ევროკავშირის ალბათ იმაში შევდიოდი ალბათ იმას სტანდარტები უნდა დაგვეკმაყოფილან ჩვენ და ალბათ იქიდან აიღეს ეგ უფრო არა მე ხლა გეტყვით რომ ევროკავშირის სტანდარტების ქვეყანაში ესეთი ის არ არის იქ რომ ბავშვმა სკოლაში ვერ აითვისოს იმიტომ რომ ჩემი ახლობლები დღეს ახლა ალბათ არ არსებობს ქართული ოჯახი სამწუხაროდ რომელიც ემიგრაციაში არის მაგაზე მე ვერ დავდო და თავისი შვილებით არიან წასულები იქ და იქ ასწავლიან ბავშვებს კი ბატონო ალბათ ეს იქნება საფრანგეთი ეს იქნება გერმანია ეს იქნება შეერთებული შტატები სხვა რაც არის საბერძნეთს იქ არ არის ესეთი პრობლემა რომ ბავშვი ვერ ითვისებდეს იმას აქ არის მასობრივი პრობლემა რომ აი ქართულ წიგნებში ახლა ჩვენ მათემატიკის და გეომეტრიის წიგნებზე გვაქვს საუბარი. ვერ ითვისებს ბავშვი. გეომეტრიის მათემატიკაში შედის ასევე. გაერთიანებული. ხო, ახლა მაგ როგორ არის ბატონობაში? აი არის ეგეთი. მე გამოვყავი ცალკე, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ დროს თქვენ ახსენეთ ალგებრა ცალკე იყო, გეომეტრია ცალკე. ალგებრა ცალკე იყო და გეომეტრია ცალკე იყო. მათემატიკა შეგებოდა არის. გეომეტრია კიდე ტრიგონომეტრია და სტერეომეტრია იყო ცალკე. ხო, არ ვცდები. არა ის გეომეტრიის შემადგენელი ნაწილი იყო ეს არა შემადგენელი ნაწილი მაგრამ ცალკე ისწავლებოდა თუ ბატონოვაჭი მაინც ახლა მე მაინც ფიქრობ რომ მან ესე ფაქტურად აი მაგალითად თავშევით არ ვიცი საიდან მოვიდა ყველაფერი მაგრამ ერთადერთი რაც იყო გამოსავალი რა არის მაშინ იმაზეც ვილაპარაკე აი გამოსავალი საერთოდ რაღაცა ჭკვიანი კაცი ბრძანდებით ამ კუთხით არა ეს აი საათობრიობა თუ ცოტა მაინც ერთ საათმაში თუ არ დაემატა მათემატიკის სწავლებას ეხლა ჯერჯერობით აი ყველაზე აუცილებელი საშუალო ვარიანტი რაც არის აუცილებელი. ეგ არის ერთ საათით მაინც უნდა გაიწერდოს მათემატიკის კვირეული დაფერტვა. სულ ცოტა, იმიტომ რომ აი მაგალითად ერთი საათი მე ვფიქრობ ცოტა. აი მე ვფიქრობ ეს სულ ცოტა. ეხლა მანდ როგორ სიტუაცია იცით? აი როგორ მე ისაც ვიცი, როგორ დაიწყეს მათემატიკის დაკვრა. მუსიკა ხტუნვა და რაღაც სისულელები ისწავლება და თელი საათებია გამოყოფილი. მე არ ვიცოდი, აი ბატონოვაჭი მოხედეთ აი მე ახლა მე ის დამლეთ ვიცი, როგორ დაიწყეს მაგალითად მათემატიკის სწავლების დანგრევა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ძველ დროს. ეს ჩვენ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ესე იგი, მაშინ 6 დღენის სწავლა ქონდა, 6 დღენის სწავლება იყო. შაბათსაც შაბათსაც სკოლა იყო. ესე იგი 6 საათი დავდიოდით ჩვენ მათემატიკაზე. ეს ჩვეულებრივ სკოლაზეა საუბარი. კი ბატონო. მათემატიკურ სკოლებში არ არის საუბარი. ეხლა მაგნაკეთ ადგნენ და რა ხნეს ხო იცით ვიღაცები იყვნენ დაინტერესებული რომ ხალხი გაედებინებინათ ეთქობა. ადგნენ და ეს მთელი პროგრამა 1 საათი შეუმჩნიეს. ესე იგი, გადავიდნენ 5 დღიან სწავლებაზე, რომ ბავშვები გაახარეს, რომ შაბათ-კვირას დაშვება. ჩვენც გაგვიხარდა რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უყურეთ რომ ეს ფაქტობრივად რაც უნდა გვესწავლა, ოღონდ 5 დღეზე. ესე იგი, ჩვენმა ძლიერმა დღეში რაც უნდა გვესწავლა 5 დღეზე გადმოიტანეს. ჩვენმა ძლიერმა მასწავლებლებმა ისეთი მაგარი კონტინგენტი იყო მომზადებული, რომ შეძლეს მაინც რომ ადგენ გაკაჩეს. რო დაინახეს ეგა, ეგრე არა. ეხლა ადგენ და ეხლა სიმულტანე თეორიის შემოტანა მოინდომეს და მაგაზე აგება თვითონ რისი სიმულტანე თეორიული საწყისებზე აიღო და ალგებრაც გეომეტრია. ალგებრა კი ბატონო აიგება, მაგრამ გეომეტრიაში ძალიან დიდი სიტულებია, იმიტომ რომ 1000 რაღაცა მაგის მაგვარი. ხო და ესე იგი საბოლოო ჯამში ნახეს რომ იქაც რაღაცა კიდე გაიქაჩა, რახან გაიქაჩა ეგრე არ უნდა და მე ადმინ და ხო წარმოიდგინეთ დამამთავრებელ კლასებში 4 საათი იყო მიწეული. მათემატიკის სწავლებაზე როცა ესე იგი ადამიანი მიდის და უნდა ჩააბაროს და იმითგან მომავალი ინჟინერი აგე მათემატიკოსი ეს უნდა გამოვიდეთ რა არ ვიცი ახლა ეს მეორე უბრალოდ არის რა რომ მე ხლა როგორც მახსოვს ახ ჩვენ მაინც სხვა თაობა ვარ ძველი თაობა ვარ მე-5 კლასში მე-6 კლასში და ისა მithumetes მე-10 კლასში გამოსაშვებ კლასში გამოცდები იყო და მათემატიკა იყო ის საგანი რომელსაც აბარებდა ყველა რა თქმა უნდა კი ეს იქნებოდა ან სირცხვილი იყო ჩვენთან ვიღაცა მომზადებული იყო აი რომ მათემატიკა ხო და
მათემატიკა, ესე იგი, უკვე იცოდა ხალხმა ის ანტონოვის წიგნი იქნებოდა თუ სკანავის თუ სხვა სკანავის, თოფურიასა და ღვაბერძის ამოხსნების ავტორი გახლავართ ერთპიროვნული. ეს მასალებად თხოვნით გაკეთდა საბოლოო ჯამში და ეგეთი ვარიანტი. აი ყველა ამოცანის ამოხსნა აქ. მარტო ამოხსნები არ არის, მთელი მეთოდიკაა ჩადებული და მთელი ეს მასალებად და სამაგიდო წიგნი იყოს წესით ეგეთი ვარიანტი. დიახ. აი ასეთი კაცის წიგნი გამოსცა კიდე ერთხელ ვამბობ უცხოეთმა და აქ არავინ არ ინტერესდება, სამწუხარო არ არის კაცო. დიდ ბრიტანეთში გამოდის, ინტერესდებიან, მისი სამეცნიერო შრომები იბეჭდება, მშვენიერი გამოცემაა, შეხედეთ აი, როგორი ყდა და როგორი ისა, ხო? ცნობილი გამომცემლობა ლამბერტი აკადემიკურში და აი ეს მითითებები, ეს შენიშვნები, რაც რეალურად აქ ამ მე ვიტყოდი პრაქტიკოს მასწავლებელს, პროფესორს, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორს, გასათვალისწინებელი ელემენტარულად კაცო, აი ეს სტანდარტი, რომ ზღუდავს ბავშვის ათვისების უნარს, მე ხლა ეს დავინახე ხო არ ვწდები. ეგ არის ფაქტობრივად, იმიტომ რომ სათობრიობა ის არ არის გაკეთებული, რაც უნდა იყოს გაკეთებული. აი ჯერჯერობით ყველაზე მეტი აი პირველად დახმარებას უიტყვიან ექიმები რა. ეგ არის ფაქტობრივად აი მაშინ. და მე ნელა შეიძლება ამის ყველაფრის გამოსწორება ყველაფერი თავიდანვე დასაწყები, იმიტომ რომ მთელი რიგი საკითხებისა შეუძლია ამოიღო, მაგაზე არ არის. გამიგეთ რაღაცა გადანაწილონ სხვა სფეროში. მაგრამ ძირითადში მაინც ის იგი აი ეს იმ ძირითად სპექტრზე ისეთი სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ, რომ აი ფაქტობრივად აი კაი წიგნი აქვს, მაგალითად აი მე რუსების ამოწონს შარიგინის წიგნი გეომეტრიის. ეგ არის რაღაც გადასარევი. ესე იგი მთელი ამ თანამედროვე გეომეტრიული პრობლემებიც კი ისეთი მარტივი ენით არის ახსნილი, გამიგე რაღაც მაგის მაგარი რომ ესე იგი ბავშვს ვიცაც მე მომავალში ექნება ტოლვა მეცნიერებისკენ აქედან უნერგავენ და ის სიღრმისეულად ჩაწოდება იმ საკითხებს გამიგე და ვინც არა და ეს მაინც დარჩება თავში რომ აი არსებობს მორლეს თეორემა აი ეგეთი რაღაცა და ესე იგი საზოგადოებაში შეხვდება პირს კი არ დააღებს და მართალია გამიგე რაღაც მაგის მაგარი მის გვერდზე რომ ვიღაცა მათემატიკოსი რო იყოს გამოშნელებული და მარტო მათემატიკა რო იცოდეს იქაც კი არ მოიწყენს ის პიროვნება რომ რაღაც სასაუბრო თემაც იქნება რაღაც მაგის მაგარი გამიგე ზოგადად განხილვაც იქნება და თანაც ესე იგი ეს გეომეტრია ისეთი რაღაცა რომ ეს ყველა შეიძლება ნებისმიერ მძღოლი რო აიღოთ მაგალითად აი ტაქსი მძღოლი ვიქ როგორ უნდა მიგიყვანოთ თუ იმას გეომეტრიული აზროვნება არ გააჩნია რაღაც მაგის მაგარი შეიძლება წაგიყვანოთ თელავში ბათუმის მაგირად გამიგეთ ეგეთი უნდა ხლა მართალი ის კი არის რაღაცა ის გზაკველი რო არის ისინი ახმარება ბერს მაგრამ იმასაც ვერ გაიგებდა რა ხდება ნუ ბატონო ვაჯეს ამ მოკლე დროში ალბათ ფაქტობრივად რის მე რა მინდა ახლა მაყურებელს ჩვენი ქართული ტევის მაყურებელს განუ მარტოთ რომ ბავშვებმაც გაიგონ მათმა სხვადასხვა თაობა ალბათ უყურებს შეს ტელევიზორს რას ნიშნავს დიოფანტური გეომეტრიული კი ბატონო აი ხლა დიოფანტური გეომეტრიული ფიგურა არის ეს თერრიცხვა გეომეტრიული ფიგურები არის თერრიცხვა ეგ რას ნიშნავს აი მაგალითად ავიღოთ მრავალკუთხედი აი თერრიცხვა ეგ ნებისმიერ ორ წვეროს შორის მანძილი გამოისახება ნატურალურ რიცხვით გამიგეთ ეგეთი რაღაცა ეხლა აი ყველაფერს თავად დავანებოთ ეხლა აი ამ წიგნში მაგალითად არის სერპინსკის მიერ დასმული ამოცანა იყო მან გადაჭრა ეს თვითონ ეგ არის როგორი იცით რომ აი ნებისმიერი ენისათვის ნატურალური რიცხვისათვის არსებობს თუ არა ისეთი ენკუთხედი თელრიცხვი ენკუთხედი რომლის ესე იგი ნებისმიერ ორ წერტილს შორის ნატურალური რიცხვით გამოისახება ეს ვასკლავ სერპინსკიმ დაამტკიცა და დაამტკიცა მანვე ასე რომ უსასრულო რაოდენობა ეს წერტილების არ არსებობს ჩვენ დამტკიცებული ვეი გასწრებით მარტო სასულო რაოდენობა არ არსებობს ანუ ეს გაზომილებიან სივრცეზე არა სიმწყეზე ვაიღოთ ეს წერტილი გამიგეთ ეგეთი ხოლმე აქედან არც ერთი 3 წფეზე არ უნდა მდებარეობდეს აი ეს დამატი პირობა ეხლა უყურეთ და მაგის მერე ფაქტურად ეხლა ეს თავისთავად მოითხოვდა უკვე იმ ამოცანას რომ აი ნებისმიერი რიცხვისათვის არსებობს თუ არა ეგეთი ამას უკვე დიოფანტური დავარქვი ამ თელ რიცხვს ისე დიოფანტური ენკუთხედი რომლის რომელიმე ორ წვეროს შორის მანძილი კასტოლია და თუ არსებობს ეგეთი ენკუთხედები ვიპოვოთ ყველა გამიგეთ ხოდა იქ გადაჭრილია ეს 1-თვის 2-თვის 3-თვის მე ვიდეოფანტური ჩემი შემოტანილია წერტილები თვითონ დიოფანტური წერტილები უნდა იყოს მთელი კოორდინატებით ხოდა აქ ყველაზე მთავარი დამტკიცებულია ესე იგი ოქროს თეორემა ამისთანა ფიგურებისთვის ეს არის რა იცით რომ აი თუ რომელიმე ორ წვეროს შორის დიოფანტური ენკუთხედისა მანძილი არის კასტოლი მაშინ ენი ნაკლები ანტოლი 4 კაზე
გამიგეთ, აი ეს არის უძლიერესი თეორემა დამტკიცებული. ეს იგი და ჩემამდე მილიარდი მათემატიკოსი იყვნენ და ეთქობა რობერტმა ინება რომ მაინც უფლის წყალობით მეკეთებინე. მე საერთოდ მორწმუნე კაცი ვარ და რაც კი გამიკეთებია კარგი, მე მიმაჩნია რომ ეს უფლის წყალო. რაც ისვლელმა გაკეთებული ეს ჩემი პირადი ჩემი გაკეთებულია, იმიტომ რომ ესე ყველაფერი ბუნებაში არსებობს ბატონობაში. უბრალოდ ესე იგი ჩვენსაც აღმოაჩენთ ესე ჩვენ კი არ აღმოგვიჩენია. ეგ არსებობდა და უფალმა ინება და შეგაგაკეთებინა, იმას გააკეთებინა. აი ეგეთი რაღაც. ერთმა ხელი მოგიმართოს, მე ეხლა ცირა გამახსენდა გპ-ში სწავლის დროს, ჩემ დროს იყო ესეთი მათემატიკოსი, ლექტორი, დურგლიშვილი. იგი როგორ კერმოლიცაა, მაგრამ თქვენი მათემატიკის სამოცანდა კრემული. ხო, მათემატიკის სამოცანდა კრემული. კი. ახალგორიდან იყო წარმოშობით ეს. ახალგორიდან. ხო და ვერავინ ვერ ამოხსნა იმისი რა ქვია რაც პრობლემა იყო. ხო. კი. რენე დეკავს მეხუთე ხარისხის განტოლებები და ამან ამოხსნა. მათემატიკის მასწავლებელი იყო ახალგორში და მე გადმოიყვანეს გპ-ში უკვე ლექტორი. არა, წიგნიც გავა. და უჩქე კაცი სახელმწიფოს უქმნი უმაღლეს მათემატიკაში. ესე იგი, ცურავ ის ფეროში რომ იმას ვერ გააკეთებ რა. იმიტომ როგორ შეიძლება სახელმწიფო. ხო, ეხლა რამდენი მეცნიერი იყო შეჭიდებული და მე მინდა გითხრათ რომ აგერა ჩემი სტუმარია, ძვირფასი სტუმარია, ცნობილი მათემატიკოსი ზურაბ ბავტგობილაშვილი, რომელმაც აი ეს თეორემა დაამტკიცა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მსოფლიო მეცნიერი არა ეს თეორემა არ არსებობდა, ეს თეორემა შემოგონილია დაამტკიცა კიდეც. და ამიტომაც ბრიტანეთის ამცნობელმა გამომცემლებმა მისი სურათით, მისი ბიოგრაფიით გაფორმებული ეს მშვენიერი წიგნი გამოსცა და მთელი მსოფლიო მათემატიკური წრეებს დაუგზავნეს ეს წიგნი. ხო, იმიტომ მტკივა ხოლმე გული რომ ჩვენ ქართველ მეცნიერს, ჩვენ ქართველ პროფესორს, ჩვენ ქართველ შემოქმედს სათანადო პატივს არ მიაგებს სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ესეთი განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, რომ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, რომ აი ესეთი გულანთებული მათემატიკოსები ვინც არიან, დაუჯეროთ მათ, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საქმე უკეთესად წავიდეს და ის საათები კი არ შეუმციროთ მათემატიკის და კი არ გაუჭიროთ ისეთ სახელმწიფოებრივ და ისეთი რაღაცა კოლონიალური სტანდარტები კი არ შემოვიტანოთ განათლების სისტემაში, რომელიც ბავშვის ათვისების უნარს დავლადასებს, არამედ პირიქით. აი რა მშვენიერი მაგალითი მოიყვანა ბატონმა ზურაბმა, რომ ისეთნაირად უნდა იყოს სახელმწიფო აწყობილი, რომ თვით ოროსანმა ბავშვმაც კი ზოგადად ჩამორჩენილმა ბავშვმა, რომელიც ფრიადზე კი არ სწავლობს, ჩვეულებრივად სწავლობს და გადაშლის წიგნს, ადვილად შეძლოს ამ სახელმწიფო სასკოლო სახელმწიფოს ათვისება. და დავალების დაწერა რაღაც თავის დონეზე მაინც რაღაც შეესწომებით კი ბატონო, მაგრამ მასშტაბით არ მოიტანს ამ შეესწომით. მასშტაბით უკვე გვერდზე დაუდგება და მაგრამ რო დაინახოს მასშტაბით ცარლა ფურცელს არ გამოდის ეგრე რა ვიცი. ნუ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ კიდევ ერთი აი ყველაზე გული მეტად რაზე ხდება ბატონობაში ეგ არის რომ აი ამ წიგნებს ან გამძელება და ძალიან ეს ყველაფერი გამზადებული მაგრამ სამწუხარო სპონსორი ვერ მიპოვია. ვაი დააბეჭდო გამიგე. მე მივმართავ ჩვენს ძვირფას ბიზნესმენებს. კი ბატონო და ეს ელემენტარული სულ თქვენ წაიღეთ თანხა, მე რაღაც ერთი ორი კაპიკი რომ მეც ახლა მშიერი არ მოგდე მაგაზე თქვენ დავუსვით დანარჩი და გამოეცით ელემენტარულად აი ეს მნიშვნელოვანი წიგნები. რომელსაც უცხოეთი გამოსცემს, უცხოეთის თავაზობს 1000 რაღაც. აი ახლა მაგალითად ქართველი კაცი არსად არ წასვლა უნდა, არც სამშობლოდან მოწყვეტა უნდა, არც რა ქვია თავისი ჯატკეთ წაბანა და ეს წიგნის ფასი იქ არის $63. აი ახლა ახალი გამოცემული წიგნი. უფრო გადამუშავებული. ეს არის $25. აი ესე იგი $63 არის დაახლოებით 190 რავი მაგრამ $25 აგერ გადამუშავებული. წარმოიდგინეთ რა და სოფლიო დონის მათემატიკოსი მიზნის გადაცემის სტუდიაში და ამიტომ და საწყენია იცით საწყენია იმიტომ რომ საქართველო თავისი კულტურით, თავისი მეცნიერებით, თავისი შემოქმედებით, თავისი მეცნიერული კვლევებით იყო ცნობილი. წერან ბატონი ნიკომუს ხენშვილი რომ დავასახელეთ ეს ხო საქართველოს სიამაყე. უმბერაზი.
სკოლა მუსხელიშვილისავე ეკუასი რაზმაძის და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ბიცაზე ხო ბიცაზე და ასე შემდეგ და ასეთი სკოლა უნდა გაგრძელდეს თუ გინდა რომ ჩვენ სახელმწიფო თუ არსებობდეს და არა მარტო ოფიციანტების და შეშის მჭრელებს თუმცა ისინიც საჭიროა მაგრამ არა მასობრივად აქეთ მოწოდება არამედ პირიქით ქართველიერი არის ინტელექტუალიერი ჩვენ უდიდესი კულტურული საგანძური სამეცნიერო საგანძური შევიტანეთ მსოფლიო კაცობრიობის საგანძურში და ამიტომ აი ეს ტრადიცია ერის არსებობის განსაზღვრელი უნდა აუცილებლად გაგრძელდეს და სწორედ ამიტომაც აი 8 თებერვალს 2 საათზე გელათის აკადემიაში მეცნიერთა კონგრესის უმნიშვნელოვანესი სხდომა გაიმართება და ყველა მეცნიერს ვისაც შესაძლებლობა ექნება ვთხოვ რომ მობრძანდეს 8 თებერვალს 2 საათზე გელათის აკადემიაში ქუთაისში ამ ძვირფას სპეციალურ კონფერენციაზე სპეციალურ შეკრებაზე სადაც სხვადასხვა დარგის ქართველი მეცნიერები იკრიბებიან ისევე ბატონ ზურასაც ვთხოვ თუ ექნება შესაძლებლობა ფიზიკურად არ ვცალდეთ რომ დიდი ბატონო ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება ხო არაფერს დასწრეთ ბატონო ზურა არაფერი მე უბრალოდ სრულიად საქართველოს უსურვებდი წარმატებას ყველა სფეროში და განსაკუთრებით განათლების სფეროში იმიტომ რომ ეს საერთოდ განათლების სფერო ფაქტიურად რომელიც ზის მომავალ პრეზიდენტებს მომავალ პარლამენტარებს მომავალ ნებისმიერ სფეროს წარმომადგენლებს გამიგეთ და რაც უფრო ძლიერი და ჭკვიანი მომავალი თაობა გვეყოლება ჩვენ ვით უფრო ესე იგი გავადვილდება ჩვენ მომავალ თაობებს ყოფიერება და გაულამაზდებათ მათ ესე იგი თავისი შინაარსობრივი ცხოვრება გამიგეთ აიგეთ ის მე უსურვებ სულ ყველას და უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო და წარმატებას უსურვებ სრულიად საქართველოს ყველაფერში ჩემი გადაცემა ძვირფასო ტელემაგურებლებო დასასრულს მიუახლოვდა მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემი სტუმარი იყო ცნობილი მათემატიკოსი მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ბახტკუმილაშვილი მე ვაშავ თარაშვილი გემშვიდობებით ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო